მოკლედ დღეს გადავწყვიტე პატარა ვიდეოს გაკეთება და მინდა შევადარო ქართული და კანადური ფასები მარკეტებში. გამომყენე. პირველი რაც თვალში საცემი არის, ფასები მოცემულია LB-ში და არა კილოგრამებში. ანუ რას ნიშნავს ეს? LB არის 450 გრამი. 9 კილოზე ცოტა ნაკლები. რავი, რითი დავიწყოთ? აგენ მოდი დავიწყოთ მწვანილით. 2.99. ანუ აი ეს ერთი შეკვრა ღირს $3. საკმაოდ ძვირია. ხო, კი ბატონო, ორგანიკი, აგერ ვაშლები, სხვადასხვა ფასები არის, როგორც ხედავთ, ანუ კილოგრამის ფასი დაბლა არის, ზემოთ 9 კილოს ფასია. ფასები სხვადასხვა. კუკუმბერი. კუკუმბერის ფასი არის 4.80. ერთი შეკვრა ეს. სხვათა შორის ავოკადო. $3 ერთი ცალი. Product of Mexico. და ლარში? ლარში ანუ 6 ლარი გამოდის რა დაახლოებით რა. კანადას $2 და მე მგონი $1 2 ლარის 2 ლარის ფარგლებში არა, 2 ლარი და შეიძლება 5 თეთრი, ზუსტად არ ვიცი, ანახავია. დაახლოებით რა. აი, ეს არის ღორის ხორცი თუ არ ვწდები, კი, $9 ღირს 750 გრამი. ანუ 18 ლარი ღირს აი ეს ნაჭერი. პატარა სამი სასტეიკო ნაჭერი 9 კილოზე მეტია. 640 გრამია და 960. გადავიდეთ საქონლის ხორცზე. საქონლის სხვათა შორის საქონლის ხორცი ძალიან ხარისხიანი და კარგი ალბერტაში. ძალიან ბევრი ფერმა არის. აგერ სტეიკები 1, 2 თუ 2, ხო, 3 ნაჭერია $23 და 38 ცენტი. კი ბატონო, აგერ $50 თითქმის 2 ნაჭერი, მაგრამ ეს საუკეთესო სასტეიკო ნაჭრებია. ამის გაკეთება სტეიკი. სხვას იდეაში ამისგან ვერც ვერაფერს ვერ გააკეთე. ნახოთ შერეული ფარში, შერეულია beef, არა, მხოლოდ beef, ანუ საქონლის ფარში. $8.50 და გამოდის რამდენი 9 კილოზე ნაკლებია, 418 კილოგრამი. მოდი ნახოთ თევზი, რამ შეჭამა თევზი. მიველ ნახე თევზი, დათომ ჭამა თევზი. May I check the price please? Thank you. აი ეს ნაჭერი 760 გრამია, $28. თევზი საკმაოდ კაია. Canadian seafood. რძე. ხო, ეს არის organic, biologic, კი ბატონო, 4 ლიტრი და ღირს $10 და 29 ცენტი. მე მგონი არ არის ძვირი. აქ არის ჩვეულებრივი და ღირს 6.5. ანუ ეს არის სხვაობა ორგანულს და არაორგანულს შორის $4 სხვაობა. წავედით. აი ეს ტიპური 2.29. პურის, აქაც პურის სექციაა პრინციპში. კვერცხი არ გვინახია, მოდი კვერცხი ვნახოთ. მოდი ვნახოთ, ესე იგი რა გამოდის. 30 კვერცხის ფასი გვაქვს $10. 8 იგივე 8, მაგრამ აქ რამდენია? აქ არის 12. 12 კვერცხია $8. სარგანი. ალბათ ორგანულია, არა, არც free range. ორგანიკი. ორგანიკ რა თქმა უნდა ყველგან უფრო ძვირია. 8.5 12 წელში და არაორგანული 30 წელში $10. გასაგებია. ნაყინი აქ იყიდება, ან ცოტა სხვანაირი მიდგომა აქვთ კანადელებს, როგორც ჩანს, ნაყინის მიმართ, ლიტრობით იყიდება ნაყინი.
აი ეს შოკოლადის 2 ლიტრი ნაყინი ღირს $6.99. ანუ $7. 2 ლიტრი ნაყინი $7. რა მე მგონი ძირითადად ყველაფერზე ასე თუ ისე ყველაფერზე ფასებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითად რაღაცეებზე ხორცი, ბოსტნეული, ხილი ვნახეთ, კი ვაშლი ვნახეთ. მეტნაკლებად მე მგონი ყველაფერი გავაკეთე, რის გაკეთება ჩემეძლო რა ამ პატარა ვიდეოში და ძვირია თუ იაფი აწი უკვე თქვენ გადაწყვეტეთ. რადა რომ მისაღებია ფასები არ არის მისაღები ძვირია იაფია ეგ უკვე თქვენზე დამოკიდებული. ნახვამდის.